ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა გუშინ, ესე ვთქვათ, სახელმწიფო მდივანი ესაუბრა პრემიერ-მინისტრს, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მყავს მხედველობაში და ატყდა ისევ ამბავი, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს და რაღაცა როგორც იციან ხოლმე. ეს თუ გახსოვთ, მე ვთქვი, 2025 წლის 27 მაისს, როდესაც დამოუკიდებლობის დღე პრეზიდენტმა ტრამპმა მიულოცა პრეზიდენტ ყაველაშვილს, აი მაშინ ვთქვი, რომ გავა რაღაც ხანი მეთქი და ან მარკო რუბიო გამოჩნდება მეთქი, ან ჯეიდი ვენსი თქო და ზუსტად ესეც ხდება ეს სიტუაცია. უბრალოდ ამ ჩვენ ოპონენტებს, ეგრეთ წოდებულ ოპონენტებს არ უნდათ ამის აღიარება, წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო, ხო ისიც აი ესე არიან და მინდა ერთი სკრინი განახოთ. ერთ-ერთი მათი ანალიტიკოსის რა, პოლიტიკური მიმომხილველის და ესე იგი, რაც შეეხება რუბიოს ზარს, დიდი ანალიზი არ სჭირდება, რომ ის განპირობებული იყო ირანის ომის მეორე ფაზასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემებით. შესაბამისად, მაღალი ალბათობით გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მარწუხებში მყოფ ხელისუფლებას აშშ-თან ამ კუთხით თანამშრომლობის ფუფუნება არ აქვს. საუბრის რეალური შედეგი არა ურთიერთობების გაუმჯობესება, არამედ გაუარესება იქნება. ველოდები ამგვარი შედეგის პირველ სიმპტომების გამოჩენას. იგი ელოდება კიდევაც ამ სიმპტომების უნდა რომ ესე იყოს. როგორც იტყვის კობახიძე, რომ რუბიო მისგან ირანთან მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდაო რა. აი ესე იტყვისო კობახიძეო, რომ რუბიო მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდა. ანუ სადღაც სხვა იმაზე არიან, სხვა იმაში ცხოვრობენ აბსოლუტურად სხვა რეალობაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით პროცესები როგორ წარიმართა, აი 27 მაისიდან პირველი მილოცვიდან და შემდეგ უკვე რეები მოხდა, უკვე აღარ ასახელებ ამ მილიონ რაღაცას რაც მოხდა, ბოლო იყო პრეზიდენტის პირველი ლედის ჩასვლა და მელანია ტრამპთან მიწვეული პირველი ლედის ჩასვლა და ეხა ბოლო იყო უკვე ესე ვთქვათ რუბიოს გუშინდელი ზარი, ანუ ლაგდება ყველაფერი ისევე როგორც ესე ვთქვათ ყველა ღირსეულ და ნორმალურ და ჭეშმარიტ მამულიშვილს ესე ვთქვათ უხარია დღეს რომ რაღაცნაირად ახალი ფურცლიდან იწყება და იტვირთება ეს სიტუაციები ჩვენ და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ესენი მაინც უკნიდან უნდათ მოაბანის, რომ არაფერი არ ხდება, ეხა აიძულეს კიდე რომ ომში და საქართველოს ინტერესების ხარჯზე ყველამ დაინახა, რომ აღარაფერი არ მოხდება ამ ქვეყანაში. პირველ რიგში დაინახეს ეს ამერიკელებმა. არ მოხდება არც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, არც საეროში და არც ხელისუფლებაში. არაფერი აღარ მოხდება. აქედან გამოდიან უკვე ამერიკელების და ყველა რომ პირველი ჩვენ არასდროს არ წავალთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის და ამიტომაც მოხდა ამდენი ხანი ლოდინი და შემდეგ უკვე გადაიდგა ნაბიჯი, როგორც გულისხმობდით და ვიძახდით სულ ყველას, რომ მოვა ეს დღე, როდესაც თვითონ გამოჩნდება ყველა. ესევე არ გვინდა ჩვენ არაფერი, ესევე გამოჩნდება სულ ყველა, ვისაც ამ ქვეყანაში რაღაც თუნდაც ეკონომიური და პოლიტიკური ინტერესები აინტერესებს. ასე რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, თავისით მიდის ქვეყანა იმ კუთხით, თავისით როგორ მიდის, რა თქმა უნდა, ღვთისწყალობით მიდის. იქითკენ საიდანაც უნდა წავიდეთ და აი ამ საშინელი მონური ფსიქოლოგიიდან უნდა გამოვიდეთ, იმ ადამიანებს გულისხმოთ, ვინც დღემდე კიდე ჩარჩენილია და ვერ გამოდის და აი ესე იმ განცხადებებს აკეთებს, რომ აი რუბიომ დარეკა და ეხა მეორე ფრონტს გახსნიან და გახსნა შესთავაზა რაღაცა. ეს ყოფილიყო, მაშინ არ დარეკავდა არანაირად. მაშინ პირდაპირ სხვა კანალებით მოხდებოდა ამისის და დარწმუნებული ვარ ამაზეც უარს იტყოდა ხელისუფლება, იმიტომ რომ არაერთხელ უთქვია უარი წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში და ამ ადმინისტრაციასაც რომ ზუსტად ამას ნიშნავს გადატვირთვა, იმიტომ რომ გაანალიზეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ახალი ფურცლიდან დაიწყო ურთიერთობა. ეხლა თქვენ რამდენიც გინდათ იმდენი ილაპარაკეთ ამაზე.